გამარჯობა მეგობრებო, TV36-დან მე გიორგი ჭაუჭიძე წარმოგიდგენთ გადაცემა სკოლაზე, რომელშიც სტუმართან ერთად ვსაუბრობთ ქართული განათლების წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. დღეს ჩვენი სტუმარია ნიკო სილაგაძე, განათლების სამინისტროში ეროვნული სასწავლო გეგმების განვითარების კოორდინატორი გახლდათ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, ყოფილი კოორდინატორი. ნიკო, გამარჯობა კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. ჩვენ ვისაუბროთ დღეს, როგორც ამ გადაცემის ფორმატითაა განსაზღვრული, შენი სკოლის შესახებ, ბავშვობის სკოლის გაგვახსენი ან რაღაცნაირად წარმოვიდგინე შენი სკოლა და ასევე ცხადია გვერდს ვერ ვაუვლით იმ დღეს აქტუალურ საკითხებს, რომელიც ჩვენს განათლების სისტემაში არის და ზოგადად განათლების შესახებ ვისაუბროთ, სკოლის შესახებ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. პირველად მინდა გკითხო შენი ემოციის შესახებ, აი როგორც ერთ-ერთი საჯარო მოხელი, ასე ვთქვათ, ერთ მშვენიერ დღეს თუ როგორღაც დღეს აღმოჩნდი ისე რომ აღარ მუშაობ შენს პოზიციაზე. ემოციები რომ აღწერო თუ შეგიძლია, რას გრძნობ? უკვე რამდენიმე დღეა გასული და არაფერს არ ვთქვა რომ რაღაც დადგუნული ვარ და გაღიზიანებული არა ნამდვილად არც რაიმე შურის ძიება მაფიქრებს და მაგ მიმართულებით არ ვფიქრობ უბრალოდ უფრო ძიების პროცესში ვარ იმიტომ რომ საჯარო მოხელე კლასიკური გაგებით მე არ ვიყავი ანუ უბრალოდ საგნობრივი და ექსპერტების გუნდი თანამშრომლობდა სამინისტროსთან ეროვნული სასწავლო გეგმის დეპარტამენტთან აფილირებით მეც მათ შორის ვიყავი უბრალოდ არ ვფიქრობ რომ ამ გადაწყვეტილებით რაც ორგანიზაციას მოყვა ჩამოუშვორდი განათლების რეფორმას, უბრალოდ ჩემი თავი ახლებურად მინდა ვიპოვო, ახალი ნიშა ვიპოვოს, რომელთაც განათლების რეფორმის და სკოლის სამსახურს გავაგრძელებ, თუმცა უკვე არაფრით აღარ ვიქნები აფილირებული სამინისტროსთან და მის ღონისძიებებთან, რაც ტარდება სკოლაში. ასე რომ დათრგუნულზე მეტად უფრო ძიების პროცესში ვარ, რაღაცა დაბნეულობებით, რაღაცა მიგდებებით, მაგრამ თავს კარგად გრძნობ, მადლობა შეკითხვისთვის. ხო, შურისძიება გასაგებია მესმის. სხვათა შურისძიება მაინც და მაინც ცუდი გრძნობა არ არის და ემოცია, მაგრამ რაღაც ან წყენის, ან გაბრაზების, ან რაღაც უკმაყოფილებას რამდენად გრძნობა. იმ შედეგის გამო რაც დადგა დღეს. ხო, შეიძლება ეგ საჭირო გრძნობა ახანდახან, მაგრამ მავნებელია ადამიანისთვისაც და პრინციპში საქმისთვისაც და ასე ვთქვათ, მოდი უკმაყოფილებისა და წყენის საფუძველი ნამდვილად მაქვს ახლა სამინისტროთან წამოსვლის შემდეგ, იმიტომ რომ ეს ორგანიზაცია ჩატარდა საკმაოდ ხისტად ადამიანური ფაქტორის გათვალისწინების გარეშე, მოდი ასე ვთქვათ და დაუფასებლად ახლა იქ კონკრეტული ადამიანებისგან შეიძლება მარგეწყინოს შენი მეზობლები რო ვიყვენ, მაგრამ როდესაც ინსტიტუციის სახელით მოქმედებენ და ესეთი უპატივცემულო მოწყობა ოდნავ საწყენი არის, მაგრამ რა ვიცი ხდება, ვარესებიც ხდება ახლა ხალხი ციხეში ზის და დაზარალებული და დასახიჩრებული არიან და ახლა ასე რომ ეს არ არის ყველაზე დიდი ტრაგიკული შემთხვევა. მესვის ჩვენ ვისაუბროთ ამ საკითხზე კიდევ უფრო მოგვიანებით, ცხადია იგივე შენ რაც საჯაროდ დააწერე გულისხმობ სოციალურ ქსელში გამოყენებული სტატუს იმ საკითხებზეც მაგრამ მანამდე ჩვენი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, მოკლედ დავიწყოთ და თან ასეთ ექსპერიმენტი შეიძლება იყოს გადაცემისთვისაც იმ ენით ვილაპარაკოთ და გავიხსენოთ შენი ბავშვობის სკოლა, რომელ ენაზეც აი საუბრობთ დღევანდელი გადასახედიდან ასე ვთქვათ. და მოკლედ გითხარი შენი სკოლა და წლები რომელ წლებში სწავლობდი? მე ვსწავლობდი მე-60 საშუალო სკოლაში, თბილისში, ყაზბეგის გამზირზეა, პავლოვის ქუჩა ერქვა მაშინ და 86-დან 98 წლამდე, 87-დან 98 წლამდე პერიოდში იყო, როცა ვსწავლობდი. მთელი გარდამავალი პერიოდი დაემთხვა ამ პერიოდს, მახსოვს პირველი კლასი როცა დაიწყო და მეორე კლასი მასწავლებელი პარტიულ ტექსტებსა და ამბებს ლენინზე და ბავშვებზე, ლენინსა და თევზზე რაღაცა გვიყვებოდა ნაბიჯ და ერთ-ერთი მეორე კლასის ბოლოს განგვიცხადა რომ
იცით რა ლენინი ყველაფრამდე კარგი კაცი იყო, მაგრამ ერთი ცუდი რამ გააკეთა საქართველოს დაიპორო. ანუ ეს უკვე ის დროა, როდესაც დამოუკიდებლობის და ეროვნული მოძრაობის პერიოდი იყო. 80 წელი იყო. შემდეგ ეს დამოუკიდებლობის აი გამსახურდიას პერიოდი იყო, როდესაც განსაკუთრებულად რაღაც წავლისა და ეროვნული ბუხტი იყო. შემდეგ ჩამოიშალა რაღაცება, ყველა პერიოდს მოესწრო ჩემი სკოლაში ყოფნის ეტაპები. უნივერსიტეტსაც თუ მივაბამთ ამას, მე თლად დღევანდელობაში შემოვდივართ ნაბიჯ. და რა ვიცი, რაც შეეხება ხა სკოლაზე რა ხომ ლაპარაკობთ, ხო, ალბათ სკოლა მაინც უნდა დავინახოთ განათლების მიღების და ადამიანის განვითარების მეტალონად. უბრალოდ აქ ხა სამეცნიერული აი თქვი, რომ თანამედროვე ტერმინებით ვილაპარაკოთო და აი აქ კარგი იქნება ალბათ ერთმანეთს რომ დაუპირისპიროთ კონტინენტური ევროპის და ანგლო-ამერიკული სივრცის ტრადიცია, ხო? განსხვავება მათ შორის ძირითადი რა არის, რომ იქ უფრო სკოლას როგორც ინსტიტუციას ექცევა ყურადღება და კონტინენტურ ევროპაში განათლება უფრო ფართო კონტექსტში განიხილება, როგორც აი ეცნებაც არის რაღაც ბილდუნგს უძახიან, ხო, ასეთი რომელიც გულისხმობს სწორედაც ინსტიტუციაში კი არა, მთლიანად ადამიანის განვითარებაზე, მისი ეროვნული კულტურის ნაწილად განხილვაზე და ამ კუთხით იმას. აი თუ ამ დაპირისპირებას გავაკეთებთ, ალბათ სკოლა ყველაზე ძლიერი სოციალიზაციის აგენტი არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში. ჩემთვის, იმიტომ რომ ჯერ ერთი სკოლა საკმაოდ მოშლილი იყო იმ დროს, როცა ვსწავლობდით, მეორე ოჯახი, სამეზობლო თემი, სანათესავო, შემდეგ უნივერსიტეტი, შემდეგ ზოგადად ქვეყნის დისკურსი, ანუ ესენი ბევრად უფრო მუშაობდა ჩემ ვიდრე საკუთრივ სკოლა. კი ბატონო, მივყვეთ, მოდი, რამდენად მზად იყავი სკოლაში რომ შეხვედი 86 წელს. სად მოხვდი, რას ფიქრობდი, რა უნდოდა თან შენ რა გინდოდა, აი თუნდაც ემოციურად როგორ გადაიტანე ეს წელი. ხო, როგორც აღნიშნეთ, არ ვიყავი მზად, იმიტომ რომ მარცხენა ხელით წერდი, ეხაც მარცხენა ხელით წერდი და ძალიან დიდი პრობლემა შემხვდა ამის გამო პირველ კლასში, შორის ხელიც კი გამიკრეს და ასეთი ფორმით გაიძულებდნენ, რომ მარჯვენა ხელით მეწერა. საბედნიეროდ არადა გარდაქმნის ეპოქა. ხო, პირველ კლასში და საბედნიეროდ მეორე კლასში აღარ განაგრძეს უკვე ეს ძალადობა, იმიტომ რომ შეიძლება ეროვნულმა მოძრაობამ ქვეყანას არ ვიცი და მე მიშველა ამ გაგებით, რომ ანუ ეს მომენტი იყო. ხო, ანუ ეს მომენტი იყო, რომ მაგალითად დაიბარცხენა ხელის ეპიზოდზე, რომ მოყვეთ. ნუ პირველი მეოთხე კლასები უფრო არ მახსენდება კარგად, იმიტომ რომ დისკრიმინაციის მსხვერპლის გამო მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვსწავლობდი, ანუ ხშირი იყო, რომ მასწავლებელმა იცოდა ხოლმე, რომ რაღაცა აი შენ ამას როგორ იტყვი, შენ ამას როგორ დაწენ, რაღაცა და ეგეთი შეცდომები მაინც მახსოვს, რაც თავში ყოფილა. აი განსაკუთრებით პროდუქტიული იყო ჩემთვის მეხუთე, მეექვსე კლასები დღევანდელი გადასახედიდან, რაც მახსოვს, როცა უკვე კერძო საგნების სწავლა შემოვიდა და აი მაშინ, აი მახსოვს მამაჩემთან, დედაჩემთან კომუნიკაციით, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ჩემი სწავლის პროცესში, ძალიან ყურადღებით ვეკიდებოდით რაღაცებს, ყველა საგანს პრაქტიკულად მეტნაკლებად და აი მეექვსე კლასში მოხდა ტრაგედია ჩემ სკოლაში, რომ დირექტორი და რამდენიმე საკვანძო პიროვნება სკოლის მენეჯმენტის ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა ყველა ბოტულიზმით რაღაც გახმაურებული ამბავი იყო ეს და აი ამის მერე ქვეყანაც აირია, მე ომი დაიწყო და საერთოდ განუკითხაობა იყო ხელფასების ვერ იღებდნენ მასწავლებლები და თვითონ სკოლაშიც მოიშალა ვითარება და მე სკოლა საკმაოდ პასიური იყო. ეხლა მახსოვს იქ ამხანაგები, მახსოვს მასწავლებლები, მაგრამ რო გითხრათ რომ ეს სწავლის პროცესი, როგორც სოციალიზაციის რაღაცა განუყოფელი ნაწილი, მარტო ისტორიის საგანთან უმაკავშირებს, რომელიც და ქართული ენისა და ლიტერატურის საგანთან, რომელიც მიყვარდა და დანარჩენი საგნებში საკმაოდ ალაგ-ალაგ წარმოდგენა აქვს. ხო, ეგ მე მაინტერესებს ხოლმე სტუმრებთან. ანუ შენ შეგიძლია თქვა, რომ ქართული და ისტორია ისწავლეს სკოლაში. გულისხმობ სიღრმისეულად აი რომ თქვათ შეიძლება ითქვას, რომ ისწავლეს. მოდი ასე ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი მიყვარდა მე თვითონ ძალიან. ანუ მამაჩემი იყო ძალიან განვითარებული, განათლებული ადამიანი, სწორედაც ის ჰუმანიტარული საგნების მიმართულებით და ნუ ბევრს საუბრობდით, ერთად ვკითხულობდით
შელობდით და აი ეს ყველაფერი რაღაცა სოციალიზაციას კი არა, ესე ვთქვათ, ასპარეზი რო გახდებოდა ამ ყველაფრის წარმოჩენის სკოლა, აი ეს მუშაობდა კარგ დრაივად. დედაჩემი კი ძალიან შემოქმედებითი ადამიანია და აი კარგად ეხერხება თემების წერა, ანალიზი, განხილვა, ახლა კონცეპტუალიზება, მამაჩემს უფრო უყვარდა ამ ყველაფერს. და აი ეს უნარებზე დედაჩემი მუშაობდა და აი როცა ეს ყველაფერი სახში ნამუშევარი ოჯახში მეზობლებთან განხილული სკოლაში ხდებოდა რაღაც ამის აღიარება, ეს იყო კარგი მოტივი, თორე რო ვთქვათ, ასე თანმიმდევრული ცოდნა გავიარეო, ეს ალაგ-ალაგ ეპიზოდებს ეხება. და ხასოს მეორე ხა ცუდად გამომდის, შეიძლება ეს არ არის საყვედური ჩემი სკოლის არც ხელმძღვანელობის, არც მასწავლებლების მიმართ ერთი პერიოდი იყო არეული და მეორე კი, რა ვიცი, რა სფეროში ჩვენ მოგვაწეობთ, ჩვენ სწორედ კარგად ვიცით საბჭოთა სკოლის ძლიერი და სუსტი მხარეები. აი უფრო მეგობრობა და სიახლოვე გამომყვა იმ მასწავლებლებთან, მე უნივერსიტეტისთვის ვისთანაც ვემზადებოდი. ანუ ხონდა მე მომზადება საგნებში, რო ჩაგვებარებინა უმაღლესში და აი მისთანაც ინდივიდუალურად მუშაობდი მასწავლებლებთან, უფრო მქონდა იმავე სკოლის მასწავლებელი იყო 3 და 1 გარიდან და აი იქ უფრო იმათთან უფრო მქონდა აი ის რაც პედაგოგისგან უნდა მიიღო და სხვა მხრივ უფრო პიროვნებები მახსოვს და აი მაგალითად მათემატიკას საგნებში ყველაზე ცუდად ვიცი, მაგრამ მათემატიკის მასწავლებელი ძალიან კარგად მახსენდება, რომელიც დამრიგებელი იყო ჩემი და მოკეთ აი ასეთი ალაგ-ალაგ ფრაგმენტული კარგად რატო გახსენდება? ანუ კარგი პიროვნული ურთიერთობების გამო და ყოველთვის მეკითხებოდა როგორ მიდის საქმე რანაირად და აი მეგობრობდა, ну არა მარტო ჩემთან ცხადია, მაგრამ აი ეს მომენტი შეიძლება ხშირად ამბობენ ხოლმე რომ აი საგანს თუ სწავლობს და უყვარს ადამიანი, მასწავლებელს აკავშირებენ ხოლმე თუ მასწავლებელი უყვართო და ამ შემთხვევაში ასე არის. ხო, ამ შემთხვევაში მაგის მაგალითსაც მოიყვანს ქართულში და ისტორიაში ქართულის 2 მასწავლებელი მახსოვს, ვიცი რომლებიც სწორედაც მაგნიშნით კარგად თავსდება და ისტორიაში, ისეში ბანამდეც და ისეც მიყვარდა და ისტორიაში სწორედ საგნისა და მასწავლებლის სიყვარული ემთხვევა ერთმანეთს და ნუ მათემატიკაში ძლიერი არასოდეს ვიყავი, მაგრამ აი ხალბატონი ნანა ამ კუთხით მაინც დადებითად დარჩა ძალიან ჩემს მეხსიერებაში. ახლაც უმშაობს ხალბატონი ნანა. ნამდვილად ვიცი კი. მე შენგან მაინტერესებს აი ეს ორი ეპოქა, რომ შევაფასოთ 86 წლის საბჭოთა სკოლა და 91-12 წლის ეროვნული სკოლა, პირობითად ასე დავარქვათ, ხო? და ეროვნული სასწავლო მიზნები. ცხადია მაშინ ამ ტერმინებით ჩვენ არ საუბრობდით ხოლმე, მაგრამ აი მოკლედ რომ აღწერო 86 წლის სკოლის, შენი სკოლის რა იყო ის ეროვნული, ანუ საკავშირო შეიძლება დავარქვათ მაშინ მიზნები, რა უნდათ და 91 წელს როგორ განისაზღვრა ეს. შეიძლება კი არა და დაწერილი არ იყო ეს, მაგრამ აი შენი გადასახედით, დღევანდელი გადასახედიდან. ცირა მაშინ დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება პრინციპში, მაგრამ მაშინ აღნიშნოთ, რომ როგორც მოსწავლის გადასახედიდან ეს დიდად საგრძნობი არ იყო, თუ არ ჩავთვლით იმ გარემოებას, რომ აი ეროვნული მოძრაობის კონტექსტში მაშინ ომიანობა რო იყო და დავა რო იყო, აი ომის პერიოდში ეს ძალიან მონაწილეობდა სკოლის ცხოვრებაშიც და რეალურად ეროვნულ მიზნებზეც და ქვეყნის აწყვოზე და მომავალზე ლაპარაკზეც უფრო ამ ზოგად პოლიტიკურ დისკურსს გავყავდით და სკოლის ცხოვრებაში ასე საგრძნობი ეს კონტრასტი არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით, რომ მანამდე იქ როგორც გითხარით ლენინზე და რაღაც ასეთი უკვე ძალიან ყალბად რო ისმოდა ისეთ პარტიულ ნომენკლატურულ ტექსტებით იყო ლაპარაკი, ხო? ხო და ნუ დღევანდელი გადასახედიდან რომ შევხედოთ რა ვიცი ხა მაგ პერიოდი არ მიკვლევია სიმართლე გითხრათ ეხლა საკუთრივ 90-იანი წლები და მოუკიდებლობიდან თქვათ ეროვნული სასწავლო გეგმის დაარსებამდე ხო ან 2000-იან წლის მიწურულამდე როცა რეფორმა იმ სახით აგრძელებს ასე შეიძლება რაღაც შეცდომები დაუშვა მაგრამ ნუ აქ უფრო მნიშვნელოვანი იყო ეროვნული წიგნების შემოტანა ეროვნულ ენაზე მუშაობის გაგრძელება მაგრამ ასე დიამეტრალ და რაღაც საინტერესო მცდელობები მაგრამ ასე რომ თქვა თუ დიამეტრალურად რეფორმას რაღაცა სხვა ვექტორი ქონდაო თითქოს ასე არის ხო თავისთავად ის ფაქტიც რომ ეროვნული სასწავლო გეგმის იდეა მერე შემოდის ხო უკვე 2000-იანი წლების მიწურულს პროექტი ილია ჭავჭავაძიდან დაიწყო ამაზე მუშაობა ნუ ალბათ ეს არის ეს პერიოდი როდესაც რაღაც რაც არსებობდა იმის უფრო გაეროვნულება გამორგება ახალ რეალობაზე იყო მაგრამ ასე ვთქვათ
აი ეს ნაკლებად მახსენდება მე მაშინაც დღესაც რომ აი ქართული ეროვნული განათლება აი ჩვენ როგორი გვჭირდება დისკურსი გაცილებით ვიწრო იყო მგონი განათლების მაშინ ვიდრე ეს დღეს არის რაც ალბათ ხარვეზია თუ პლუსია უკვე აღარ ვიცი ხო აი პირდაპირ რომ მკითხო აი 86 წლის სკოლას გავს დღევანდელი ჩვენი სკოლა ქართული საჯარო სკოლა გავს ბევრამეში გავს თუმცა გავს ვიდრე განსხვავდება ალბათ ახლა იგი ლენინს ვახსენებთ ხოლმე ახლა ლენინი აღარ წერია მაგრამ აი რა ვიცი რითი განსხვავდება სოციალური რეალობა შედგება ქცევისგან და უცებ ვერ გეტყვი მაგალითად რითი განსხვავდება ახლა არა განსხვავდება იმიტომ რომ ნახეთ სოციალური რეალობა ისგან შედგება ქცევებისგან და პრაქტიკებისგან და არსებობს დისკურსი ხო რაზე ვლაპარაკობთ რას გმობთ რა მოგწონს რა მიმართებებს ვამყარებთ აი ამ მეორე ნაწილს თუ ვიტყვით აი იდეებს რომელიც სკოლასთან მიმართებით განიხილება ქმედებები რომელიც საფუძვლად უდევს იდეები რომელიც საფუძვლად ამ კუთხით რა თქმა უნდა განსხვავებულია და ერთიურად კი არა ერთი-4 ღრმა არის პედაგოგიკის მეცნიერებების სიღრმეში შემოსული უფრო მეტად არის სკოლა თუმცა სამწუხარო სწორედ ეს არის რომ ამის ფონზე ხშირად უკვე ძალიან მოძველებულ პრაქტიკებსაც ძალიან მყარი ადგილი უჭირავს ამ ყველაფრის მიერ ასე რომ ახლა მასე ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ რაც იყო ის დარჩა მაგრამ უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს რა თქმა უნდა ყოველთვის იმ ადამიანებს ვინც მონაწილეობთ იმ პროცესში აი მე გითხარი შენ რომ რა ცნებები მაქვს მეთქი მომზადებული მაყურებელს რომ უთხრათ ვინც არიცის ბატონი ნიკო გახლავთ ასე ვთქვათ ბოლო წლებში საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი რაც გულისხმობდა კურიკულუმების გადააზრებას შეცვლას და ამ რაღაც რეფორმების სკოლაში დაგეგმვას და ერთ-ერთი საკვანძო სიტყვა იყო აქ ცნებები ხო საგნობრივი ცნებები რომელზეც უნდა ყოფილიყო ორიენტირებული სასწავლო პროცესი და ერთი ასეთი ცნება მინდა შემოგთავაზო კანონმორჩილება ხო ავიღოთ 86 წლის სკოლის ერთ-ერთი ხო ეს მთავარი მიზანი იყო აღეზარდა კანონმორჩილი მოქალაქე დღესაც ერთ-ერთი მთავარი მიზანი ეს არის. სხვა შორის მინდოდა მეკითხა ახალ ეროვნულ სასწავლო მიზნების შემუშავებაში ხო არ მონაწილეობდიან, ხო არ მიგიღია მონაწილეობდი. ჩვენ ხომ არა ახალი ეროვნული სასწავლო მიზნები გვაქვს და ჩაგეკითხე. ხო, ახალი კარგად დავიწყებული ძველი როა რაღაც ის შემთხვევა. ეს ხო, არა მონაწილე აქტი, მოკეთ იქ სადაც მუშაობდი მე რომ სასწავლო გეგმის დეპარტამენტში, არ გეხებოდა, კი ძალიანაც კი გვეხებოდა, მაგრამ ნუ რეალურად აი პროცესი ისე მიდის, რომ ანუ ადმინისტრირება როცა ხდება რაღაც პროცესების, რაღაცეებისგან გვერდზე გტოვებენ და ანუ არის ისეთი მომენტები ზოგჯერ რომ თითქოს აი საყვედურიც არის ხოლმე თითქოს იქ ხარ და მონაწილე ხარ, მაგრამ თან არც ხარ, ანუ ადვილი არ არის ახლა. დღეს მე მგონი პირველი გადაცემა, როდესაც უკვე სამინისტროსთან არააფილირებული სპეციალისტის ფორმატში ვლაპარაკობ და ხო, მან უფრო მოკეთ იმის მამინდა რომ ბევრი რამ იქ შიგნითაც პროტესტდება, სანამ დეპარტამენტები და სამმართველოები არსებობს, მანამდე არსებობს დისკუსიაც და დავაც ბევრ რაღაცასთან, რაც გარეთაც არსებობს. არა, პირდაპირ მონაწილეობა არ მიმეღია მაგაში და არც მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ეხლა დგას, იმიტომ რომ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები გვქონდა ჩვენ, იმასაც რაც გვქონდა, იმასაც თავის ხარვეზი ჰქონდა და თავის პლუსი და ეხლა ახალი მიზნებით რო ვთქვათ, რომ რაღაც პრინციპულად ახალი თქვა, მე ცოტა ეს დისკუსიის გრადუსი უფრო მაღალი მეჩვენებოდა, იმიტომ რომ 1-2 არქაული სიტყვა თუ ჩაემატა იქ და რაღაცა განმეორდა, ეს არ ნიშნავს თვისებრივად არ შეცვლილა, ანუ რო ვთქვათ, რომ რაღაც არსობრივია, ამას მე ვერ ხედავ. ხო და ხო, რამდენადაც ეროვნული სასწავლო მიზნები რაც გვაქვს ჩვენ სისტემაში, ასე ვთქვათ, საკმაოდ ნეიტრალური დოკუმენტია ეს მიუხედავად იმისა, აი როცა განათლების მიზნებზე ვლაპარაკობთ, ხო, იქ რაღაც დილემებია, ხო, ტრადიციულად, აი აკადემიური ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია თუ განათლების დაუშვათ ყველასათვის ხელმისაწვდომო და მოსწავლის პიროვნული განვითარება. აი ეროვნული კულტურის კონტექსტი უფრო
მნიშვნელოვანია თუ საერთაშორისო ადამიანი როგორც პიროვნება უფრო მნიშვნელოვანი. ეს არის რაღაცა ეს დილემები. ყველაფერი წერია იქ. ანუ როცა სასწავლო გეგმას ადგენ, ვერ იტყვი რომ რაღაცა ფაქტორი ისე წინ არის წამოწეული, რომ ამან შეიძლება ხელი შეგიშალოს და ამდენად ახლა ეგ დოკუმენტი როგორც ასეთი კარგია ალბათ, მაინც რომ არსებობს სისტემა. შეიძლება უფრო მეტი კონკრეტიკა არც იყოს ამ ეტაპზე საჭირო, მაგრამ რო ვთქვათ, რომ ეს არის ყველაზე მეტ დილემური საკითხი ჩვენ სინამდვილეში, სამწუხაროდ არ არის ეგრე. ცხადია, უბრალოდ კანონმორჩილება შემთხვევით არ მიხსენებია, რომელიც არის გამჭორა მოქმედშიც ეწერა. ამ დღევანდელ ეროვნულ მიზნებში, ხო, რაც არის და რაც ასევე იყო იმ ძველი რომ ავიღოთ იგივე საბჭოთა სკოლის. რაც არ არის შემთხვევითი ცხადია, ჩვენ სინამდვილეში ჩვენი განათლების სისტემა ემსახურება ამას, რომ აი ყავდეს ასეთი მოქალაქეები, უნდა დავზარდოთ დღესაც, ხო? თუმცა ის რაღაც ზღვარი, როდესაც ადამიანმა უნდა დასვას შეკითხვა, რომ რამდენად მორალურია ის კანონები, ან რომელიმე კანონი, ხო, მაგალითად, რომელსაც ვემორჩილები, ან როდის შეიძლება არ დავემორჩილო რაღაცას, ამის შესახებ არც ეროვნულ სასწავლო მიზნებში არ იგრძნობა ეს სულისკვეთება და სამწუხაროდ უკვე სასწავლო პროცესშიც ეს ხშირად მიკარგულია ხოლმე. ჩვენ პრინციპში ალუდა ქეთელაურის ერი ვართ და თითქოს და ამას დიდი ყურადღება ეთმობა, თითქოს ასეთ საკითხებს, მაგრამ ეს სინამდვილეში არ ხდება ასე. რთული საკითხია თავისთავად, მაგრამ ხო, ანალიზი, ფიქრი, მოსწავლეების, მასწავლებლების თუ გნებავთ და ასე შემდეგ. ჩვენ კიდევ გავაგზავნებთ იმ ამბებს, რომელიც ეხებოდა შეიძლება მაყურებელს რაღაც ფრაგმენტული წარმოდგენა აქვს ამის შესახებ. და ასევე მინდა გკითხო და დავაკავშირო შენს ბოლო წლების საქმიანობასთან, ანუ კურიკულუმის შინაარს, თვითონ მის სტრუქტურას, აგებულებას, აი შენი სკოლის სასწავლო შინაარსი. აი თქვათ, რადგან საყვარელი საგანი ახსენი ისტორია, ხო? თქვათ და შევთანხმდით, რომ შენ ისტორია ისწავლე სკოლაში. განსხვავებით მაგალითად არ ვიცი ახლა მათემატიკის. ხო, მათემატიკა და ფიზიკას ვახსენებთ, ხო. ხო, თუნდაც თქვათ, აი, რა ვიცი, რუსული ენა თქვათ თუ გინდა, ხო? ამისგან განსხვავებით. აი, რა ცნებებს გამოყოფდი შენ მაშინდელი სწავლებისგან? კიდევ ვიმეორებ, დღეს როგორც გადასახედიდან საგნობრივ აი ისტორიაში გულისხმობ. აი შეაფასე დღევანდელი ექსპერტის გადასახედიდან ნიკო სილაგაძე, თქვათ მე-9 კლასელი ისტორიაში. რა იცოდა? აი როგორ დააყოფ მის ცოდნას, აი შენივე თეორიის თუ შენივე პირობითად ვამბობ ხო თქვენი ბოლო წლების განათლების რეფორმის პრიზმიდან რო შეაფასო ნიკო სილაგაძე. ისტორიაში, რაც ნებებშია ის ძლიერი, ან რამე ხომ არ გამორჩენიათ მაშინდელ მასწავლებლებს და მისი ისტორიკოსობა, პირობითად რომ ვთქვათ, არ არის სრულყოფილი. ხო, ძალიან დილემური შეკითხვაა, იმიტომ რომ ერთი მხრივ სწორედაც ნაკლი სკოლის იყო ცნებებზე ნაკლები აქცენტი, ანუ ცნების იდეა ხა მასწავლებელს რა უხსნათ რა არის, რომ საკმაოდ ის პრობლემაა ხოლმე განათლებაში, ერთი მხრივ ჩამოიწერება ასობით უნარი, მეორე მხრივ 500-ობით ფაქტი და მესამე მხრივ რაღაც ღირებულებებსაც მიაწერენ ხოლმე და ანუ ეს გამოდის როგორც კილომეტრის სიგრძის და ინჩის სიღრმის კურიკულუმი, რომელსაც რეალური ძალა და ფასი ნაკლები აქვს და ნუ ცნების იდეა ის არის, რომ ცნება რაღაც ფაქტებსაც ამთლიანებს, სწორედაც რაღაც ღირებულებებით ელაპარაკება ჩვენს ყოველდღიურობას და ცნებით ოპერირებას, თავის ანუ ცნებებით როცა ლაპარაკობ, უფრო ადვილია კურიკულუმის აგება. ასე არ იყო, რა თქმა უნდა, სკოლის კურიკულუმი აგებული უბრალოდ დღევანდელი ენით რო ვთქვათ, ალბათ ისტორიული მოვლენა ეს ცნება შეიძლება გამოვყოს, იმიტომ რომ მიზეზებზე და შედეგებზე სულ მსჯელობდით და უფრო აი პატრიოტიზმი თუ ცალკე საგნობრივ ცნებად შეიძლება დავინახოთ, სულ იყო ლაპარაკი რომ საქართველოს მაშინ დღეს რაღაცა აი ეს ორი ცნება იყო ალბათ წამყვანი, რომელიც ცნებად გამთლიანდა დაუშვათ სკოლაში, მაგრამ აი დღევანდელ კურიკულუმს რო შევადაროთ, ანუ ცნება ძალაუფლება ვთქვათ, ძალაუფლებისთვის ბრძოლა და სტრუქტურა, ცნება საზოგადოება, ცნება ისტორიული წყარო, ეგეთი ცნებები ამოვარდნილი. რა მაინტერესებს
აი იმ ნიკო მე-9 კლასელმა ნიკო არიცოდა უნივერსიტეტში მოუხდა სწავლა ხო ანუ როგორ შეიძლება მაშინ თქვათ მე-9 კლასელან თუ გინდა მე-10 კლასელ ნიკოზე რომ ისტორია იცოდა მან აი ეს არა იცოდა უყარდა გამიგე რას გულისხმობ იცოდა უყარდა ხო ანუ ესე იგი გამოდის რომ სკოლა ის სკოლა რომელიც დაამთავრე და მე კიდევ ერთხელ ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ბევრად არ განსხვავდება დღევანდელი სკოლა ესე იგი კარგი მოსავლის მოდი მეტი რომ არ ვთქვა შენზე ხო კარგი მოსავლის საყვარელ საგანსაც კი ვერ ასწავლიდა ადამიანს ხო ხდები ასწავლიდაში გულისხმობ გააზრებულა ის იყო რაღაცნაირი გესმის რა საგანი ეს კარგი სიტყვა ხო რაც ნიშანდობლივია ერთგვარად მე აქვე მინდა გკითხო ისტორიის სწავლებაზე ხა შენზე უკეთეს ვის ვკითხავ მე მაქვს მეც ისტორიკოსი ვარ ხო როგორც იცი და ჩემი წარმოდგენა მაქვს ამ საგნის სწავლებაზე და ის კილომეტრიანი სახსენე შენ საერთოდ ჩამონათვალე საერთოდ რამდენად ადეკვატურია აი ჩვენ რომ გადავხედოთ ახლა ისტორიის პროგრამას იქ რაც არის ჩამოწერილი ხო ის რომ ანუ ფაქტობრივად адам ბავშვი ხო 18 წლის ბავშვმა ფაქტობრივად ეს მთელი ისტორია უნდა იცოდეს რომელიც მე მithქვამს ხოლმე ეს რომ დაამთავრე ისტორიის ფაკულტეტი და მე ვერ ვისწავლე და დღეს არ ვიცი ის ყველაფერი რაც იქ წერია ხო არადა ცუდად არ დამიმთავრებია ასეა თუ ისე რამდენად ადეკვატურია ეს საერთოდ აი რომ გადავიტანოთ არა მხოლოდ ისტორიის და ასეთი ისტორიის ამბიციის ხო არიან ექსპერტები ისტორიკოსები შენ მაგალითად ამით დაიწყე ხო საქმიანობა სამინისტროში ასეთები არიან 20 სამინისტროში რომ დასხდებიან და ის თავის კილომეტრიან საკითხებს მოიტანს ვიღაც პატივცემული ქიმიის ექსპერტი გეოგრაფიის ექსპერტი ესე იგი ვიმეორებ რომლებიც მხოლოდ იმ ექსპერტებმაც თუ იციან კიდე ეგ მაგაშიც ეჭვმეპარება მართალი რომ გითხრა და შემოაქვთ ამ ბავშვებისთვის ასე საყოველთაოდ ასე ყველასთვის და მე ვწვალობთ ჩვენ ეს რა ვიცი ხო ნუ მაგ შეკითხვის პათოსში ბოლომდე ვერ გამოყვები ახლა რასაც ამბობ იმიტომ რომ აი ის ხალხი აი მოკეთ რომ თქვა ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი ხო რომელიც ამ რეპრესიების შედეგად თუ რა ვიცი რეორგანიზაციების ბოდიში შედეგად ყველაზე მეტად ძალიან ცუდად დაზარალდა ხო ახლა ამ პერიოდში ვინც იყო მან სწავლის კონცეფცია მასე ნამდვილად არ არის რომ ჩამოტანილია საკითხი იგივე ისტორიაშიც თქვა ახლა სულაც არ არის ეს მესამე თაობის გეგმაშიც და ახლა განახლებულშიც არის თემები ნახევარი კილომეტრი არა არც ნახევარი კილომეტრი არა ნახეთ არის თემები, რომელიც აი ვთქვათ ანტიკურობა, შუა საუკუნე ეპოქები, ხო დიდი სეგმენტები ასე ვთქვათ, რომლის გარეშეც საგანი არ ხდება და ანუ საკითხები იქ საერთოდ არ არის ასე ძალიან კონკრეტულად ჩამოთვლილი და არის ის ზემოთხსენებული წეგან ცნებები, ხო, რომლების გააზრებასაც ეს აი რამდენი დრო აქვს, რამდენი შესაძლებლობა, რამდენი ბავშვი ყავს, რამდენი ის ყავს, ამის პრეროგატივა თვითონ სკოლებს აქვთ ხშირად დატოვებული, რომ პრაგმატულად მართონ. ეხლა შენ მეტყვი რომ ხდება რეალურ პრაქტიკაში არა მაგრამ მე პასუხობ კითხვაზე რომ როცა სასწავლო გეგმა იგეგმება იქ და იქ ნამდვილად სწორედ რეფორმის დარღვევაა ეს 500 საკითხი და არა მისი რეალიზება იმიტომ რომ რეალურად რეფორმის იდეა სწორედ განტვირთული პროგრამა და მოსწავლეის პიროვნული განვითარების სამსახურში ჩაყენებული საგანია თუმცა კი ბატონო მოყვა ესეც ვთქვათ რომ რეალურად რეფორმის პრობლემაა ხო რომ პარაგრაფიდან პარაგრაფზე დამახსოვრებიდან დამახსოვრებაზე ხშირად და შეიძლება უმეტესადაც ჯერჯერობით სწავლა მაკუთხით მიმდინარეობს. თუმცა ეს უკვე მივდივართ მანდ რეფორმ განათლების პოლიტიკის პრობლემებთან, რეფორმის რეალიზების ბერკეტებთან და იმ შიდა წინააღმდეგობებთან, რაც თვითონ სამინისტროშია და თვითონ სკოლაშია და საზოგადოებასთან რეფორმის იდეის დიალოგთან ამ შემთხვევაში. უკეთ იმის თქვა მინდა რომ ეხლა რაცაც ჩვენ ვლაპარაკობთ ის გაცნობიერებული ბოლო დრომდე ყოველ შემთხვევაში იყო სამინისტროში და იქ სულ არის ხოლმე დიალოგი რომ ამდენი საკითხი ჩადეთ სასწავლო გეგმაში. იქიდან არის რომ რატო ჩავდოთ, როდესაც სწავლის მიზანი საკითხების დამახსოვრება არ არის, მაგრამ ნუ როგორც არ უნდა იყოს ეს საკითხი მე ვფიქრობ რომ სასწავლო გეგმის დონეზე ოპტიმალურად არის გადაჭრილი. თუმცა იგივე ახლა ექსპერტებიც რომ დავიცვათ ასე მე არ ვიცავ, მაგრამ რომ თქვა პოზიცია ჩემს გუშინდელ კოლეგებს აბა მიდი და ამოიღე რამოდენიმე პერიოდი
ხო, თქვათ, ან თუ გინდა იგივე ქართული ავიღოთ, რომელიმე ნაწარმოები ხო, ქართული ერთგვარი გამონაკლისია, სადაც საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალია. რევოლუცია ხდება ხოლმე, რას ქვია, ხო? ხო, ანუ ეს არის პრობლემა უფრო დიდი. თქვათ, აი ჩვენ ვახსენეთ ევროპული და ანგლო-ამერიკული პედაგოგიკის რაღაც დისკურსების შედარება, ხო? ჩვენთან განათლების რეფორმა მაინც უფრო ანგლო-ამერიკული ტრადიციით წავიდა, ადრე ხო ვიძახდით, რომ პრუსიული მოდელი რაღაც მითადგცეული ტერმინი რაც არის, ხო? აი რეფორმის მერე ჩემ დასამწუხაროდ მე ყოველთვის საწინააღმდეგოც ვიყავი განწყობილი, მაინც წავიდა იქეთკენ, რომ სკოლა როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუცია და აი სკოლაში რაც ხდება, იქ რაღაც ადმინისტრირება როგორ ხდება, აი ამ მიმართულებით იქნა წაყვანილი და ერთგვარად საზოგადოებას მოწყდა ეს სკოლა და ნახეთ ყოველთვის ვარ ჩვენ ამ რეჟიმში, რომ ექსპერიმენტებს გვიტარებენ სკოლაში, ანუ საზოგადოება თავისი სოციუმის ნაწილად არ ხედავს სკოლას და არ ხედავს სახში რაც ვასწავლე, იმის გაგრძელებად მოსწავლის პიროვნულ განვითარებას. სხვადასხვა რიგი არის ახლა საკითხის ორი სხვადასხვა საკითხია, თუმცა მართლა მაინტერესებს მართლა მიგაჩნია რომ დღევანდელი ჩვენი სკოლა არის რაღაცა დამოუკიდებელი ინსტიტუცია? არა, ხო არ მეთქვა. ხო, ანუ რაღაც რომ დამოუკიდებელ შეგულისხმობ რისგან, ანუ საზოგადოებისგან იზოლირებული სეგმენტი, ანუ სკოლა როგორც საზოგადოების გამოყოფილი ნაწილი, თუ სკოლა როგორც ერთგვარი ინსტიტუცია, რომელიც განათლების სამინისტროს ებმის ვიდრე მთელ საზოგადოებას. ანუ იზოლირებული არა ზოგადად ინსტიტუცია, არამედ რაღაც სისტემაში. ხო, აი როგორც სისტემის ნაწილი სკოლა და არა როგორც საზოგადოების გაგრძელება, აი პრობლემა. აქვე მინდა მაგრამ ერთი კონკრეტული შეკითხვა დაგისვა საკითხებთან დაკავშირებით, აი შინაარსთან რა, სასწავლო შინაარსთან. აი თუნდაც აი კონკრეტულად ვიკითხოთ როგორც ისტორიკოსებმა, რომ მაგალითად 18-21 წლის საქართველო რამდენი დრო უნდა ეთმობოდეს შენი აზრით? ასევე ვიცი რომ შენ მასწავლებელიც იყავ ისტორიის და აი როგორ ფიქრობ, არა იმ გამოცდილებით თუნდაც როგორც აი შენ თავისუფალი ნება რომ იყოს, მაგალითად, აი ამ სამწლიან პერიოდს რა დროს დაუთმობდე 20 მოსწავლიან კლასთან. მეათე კლასელებთან. მე უფრო იქეთ ვიხრები, რაზეც ბევრი ისტორიკოსის განსმენია, რომ მე-20 საუკუნეს ცალკე ერთი წელიც რო დაუთმო, იმიტომ რომ ჩვენ რო სწავლობდით სკოლაში, მე-20 საუკუნე ყველაზე დაჩაგრული იყო, ხო? ანუ ყველაზე ნაკლებ დროს უთმობდნენ, ხო? მე მე დროს დაუთმობდი, რა თქმა უნდა, მე-20 საუკუნეს, თუმცა ესეც აღნიშნოთ, რომ ეროვნულ სასწავლო გეგმაში რომელ თემას რამდენი დრო დაეთმოს და რამდენ კლასში, აი სწორედ ამ ნაწილში არის არ არის, სათა კარგია რომ არ არის ეს ნათქვამი, სწორედ რა თქმა უნდა მე დროს დაუთმობდი მე ხან დაუშვათ უფრო მეც ვიდრე ტრადიციულად არის მიღებული 18-21 წლებსაც საბჭოთა პერიოდსაც და პოსტსაბჭოთა პერიოდში მიმდინარე მოვლენებსაც და ნუ ჩვენ სულ შევხედავთ ეროვნული სასწავლო გეგმის ზოგად დინამიკას ადრე ერთი თემა იყო მაგ ადგილას ახლა სამია და უფრო მაგ ტენდენციაც ეგეთია რომ ამას მეტი დრო დაეთმოს კი, ხო, გეთანხმები რა თქმა უნდა და მე ჩემი გამოცდილებაც მინდა რომ აი თავისუფალი სწავლების რეჟიმი მქონდა ერთ-ერთ სკოლაში და ანუ უფროს კლასელებთან ერთი სემესტრის განმავლობაში ამ სამწლიან პერიოდს ისე საინტერესო და რაღაც საჭირო თემატიკით დავალებებით მუშაობდით რომ ჩვეულებრივი და მართლა თუ გვინდა რომ ადამიანმა რაღაცა გაიაზროს და წარსულში გაიაზროს რაღაცა ხო ამას სხვადასხვა მხრიდან შესწავლა რაღაც წარმოდგენა იმ დროს და გააზრება ჭირდება ხო რაც წარმოუდგენელია მართლა ახლა ყველაფერი დაწყებული და ველური არსებებიდან უძველეს ხემდე მოდი ჩაატი ახლა ეს 6 წელი არა თანაც ისიც შეიცვალა დღეს ახლა რომ სოფლიო ძალიან ინტერაქტიული გახდა დღეს ბავშვებმა ისეთი რაღაცეები იციან სოფლიოში მიმდინარე პროცესებზე და დღევანდელობაზე რაც ჩვენ არ ვიცოდით ჩვენს თანამედროვეობაზე სკოლაში ვსწავლობდით და ამის არ გამოყენება მეთოდოლოგიური თვალსაზრისითაც ხარვეზია რა თქმა უნდა პოლიტიკაზე მინდა შეგეკითხო სკოლაში. მით უმეტეს, როგორც აღნიშნეთ, იმ ეპოქათა გზაჯვარედინზე, რომელიც გამოიარე
მესამეცე სკოლაში, ხო? ხომ არ შეგიძლია აი ახსენე შენ ერთი დაწყებითი კლასების მასწავლებლის ტრანსფორმაცია, ხო? ლენინი მთლად კარგი არ იყო თუ მე არ მოწდებ ჩვენი ერთ დღეს. რა გახსენდება ზოგადად აი მასწავლებლებზე? აი რა შეიცვალა 89-90-ზე? როგორ ტრანსფორმირდნენ ეს ადამიანები? რამე ამბავი, ანუ რაღაც შენი მახსოვრობა და ეს რომ განვაზოგადოთ მასწავლებელი როგორც პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანი, როგორ უყურებ შენ ამ საკითხს, ხო, ის ბავშვობის მასწავლებლების ტრანსფორმაცია თუ გახსოვს და დღევანდელობაზეც მინდა რომ გკითხო ასევე ამ თემას. მაგ საკითხს უყურებ როგორც ბისმარკმა რო თქვა რომ ომს იგებს სოფლის მასწავლებელი, ანუ ეგ ცოტა სხვა კონოტაციით თქვა, მაგრამ არსობრივად სწორია ეგ რაც თქვა, იმიტომ რომ აი საზოგადოების საკამათოა. არა, ოღონდ მილიტარისტული კუთხით თქვა იმან და ნაციონალიზმისა და შოვინიზმის მიმართულებით, მაგრამ ნუ ეხლა რო ჩავანაცვლოთ ეს სხვა ღირებულებებით და სხვა კონოტაციებით მთლიანობაში სწორია. მასწავლებელი არ არის, რა თქმა უნდა, აპოლიტიკური ფიგურა და არც უნდა იყოს ალბათ ინგაგებით, იმიტომ რომ ის არის საზოგადოების ნაწილი და იმ საზოგადოების ერთ-ერთი მედროშეც გახლავთ, იმიტომ რომ სამყაროს ასე ვთქვათ პროექცია, როგორია ჩვენი სამყარო ჩვენს გარშემო, ბავშვთან ხშირად მასწავლებლის მხრიდან მიდის. აი ის 80-იანი წლების მასწავლებლები იყვნენ მედროშეები. იყვნენ თავიდან მასწავლებლები. არ არიან არიყვენ. ნახეთ, მაშინ როგორც გითხარით თავიდან, როცა საბჭოთა კავშირის ქება იყო, ნუ იქ იყო ძალიან კაფიო, ეს მეორე კლასამდე გაგრძელდა და დაჟერებული. შემდეგ მეორე უკიდურესობა შეიძლება წამოვიდა, რომ საერთოდ ეს თემები იზოლირება, აი მოკეთ მასწავლებლის პოლიტიკური შეხედულება რო გწოდნოდა, ეს ერთგვარი ეთიკის დარღვევათაც იყო თითქოს მიღებული, ხო, მაგალითად ხო იყო 90-იან წლებში ძალიან აქტუალური, რომ იმას გამსახურდია მოსწონს, ამას შევარდნაძე მოსწონს, იმას ის მოსწონს, იმას ეს არასოდეს მასწავლებლები თავისუფლებას არ აძლევდნენ ამის თქმის, ან შეხედულებების ისა და ნუ რა თქმა უნდა მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი მიდგომა რეალურად დღესაც ხო ასე ასინამდვილეში. ნუ დღესაც ასე უნდა გამოიყვანონ, რომ ანუ მასწავლებელი თუ საკლასო ოთახში საუბრობს ბავშვთან აი იმ გაგებით პოლიტიკაზე, რასაც ვიდრე მაგ განსხვავება გვინდა ხო ერთია პარტიული პოლიტიკა და მეორეა რომ განათლების პოლიტიკა რაც ტარდება, ისიც პოლიტიკაა, ხო, ან პოლიტიკაში აუცილებლად არ უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ ის იდეური რაღაცეები, ხო, ეგ რაღაც მემარჯვენეობა, მემარცხენეობა თუ ერთი პარტია თუ მეორე პარტია თუ მესამე პარტია. ხო, ანუ განათლების პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობთ, ხა აი ამ გაგებით პოლიტიკაზე. ხო და მე მგონია რომ მასწავლებელს პროპაგანდა არ უნდა ისაჭიროებოდეს, რა თქმა უნდა, გაკვეთილზე და ეს მიუღებელია, რომ რაღაც ინდოქტრინაციას და პროპაგანდა ალტერნატივების გამოკვეთის და საკუთარი გამოცდილების ჩვენების და საკუთარი შეხედულების ის თუ ამოაგდე, მაშინ ChatGPT-ც ასწავლის ეგრე ხო ღირებულებებს თუ ამოაგდებ იმიდან სკოლიდან, რა თქმა უნდა, არასწორია. ასე მე მგონია, რომ მეც როცა ვასწავლედი სკოლაში, საკმაოდ მკვეთრად ვაფიქსირებდი ხოლმე ყოველთვის, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ალტერნატივებით გაჯერებული და არ უნდა იყოს ასე მონოტონური ინდოქტრინაციის ფორმატში, ანუ კრიტიკული აზროვნების და მსჯელობის აი მაგალითისთვის ერთ კარგ მაგალითს მე მგონი მოვიყვან, ანუ აი ყველაზე კარგად ისტორიას სწავლობდნენ ხოლმე სკოლაში მახსოვს ის ბავშვები, რომლებსაც ჰქონდათ წინასწარ აკვიატებული რაღაც იდეური ხედვა, ხო, აუცილებლად კლასში შეხვდებოდა ვიღაცა ერთი, რომელიც, რა ვიცი, ნაპოლეონით არის აღფრთოვანებული და მილიტარისტული რაღაცა იმითი, იყო ვიღაცას, ვისაც სტალინი მოსწონდა განსაკუთრებულად, ვიღაცას ჰიტლერი, ვიღაცას არაფერი არ სოკრატე, ხო, აი, ვისაც ჰქონდა ესეთი გამჭოლი ხაზი, აი, მათთან კომუნიკაცია, აზარტი, ხო, რომელიც ფაქტებსაც კარგად აკავშირებდნენ, მსჯელობდნენ და უბრალოდ აი ამ მასშტაბთან დიალოგი, აი ისე კი არა, რომ შენ ეს გჯერავს, ხა, ეს არ ვარ გამ, ასე კი არა, რომ აი ალტერნატივის გამოკვეთა, აბა ეს ასეა თუ როგორ, აი ეს მსჯელობას მოაქვს მე ის და ნუ ხა მეორე საქმეა, რომ რა თქმა უნდა, რაც ღირებულებით დოკუმენტებშია განსაზღვრული, თვითონ მასწავლებელი ხა ფაშისტი არ უნდა იყოს მასწავლებელი და არ უნდა იყოს, რა ვიცი, დისკრიმინაციის მომხრე. თანამედროვე პოლიტიკური საკითხები როგორც ასწავლო შინაარსი, თუ მიდაჩნია რომ შეიძლება გამოყენებული იყოს მოსწავლეებთან უფროს კლასებში.
რა ალბათ კი აი ნუ კეთ ცოტა აი ესეთი დილემა ამარჩევნებზე აი ესეთი დილემა შეგვიძლია ვთქვათ ხო აი ნახეთ სულ ჩვენ რასაც საყვედურობთ სკოლებს მათ შორის მინისტრები მოადგილეები დეპარტამენტის უფროსები რომ სკოლა წდება რეალურ ცხოვრებას ხო ანუ მოწყვეტილია და თითქოს ის აკადემიური სივრცე იზოლირებულია და რაღაცა იქ ძველებურად განყენებულად დგას და თუ ახლა ყველაზე აქტუალური რაც არის დღეს ტელევიზორში გუში რასაც უყურეთ ემოციურად ბავშვები რაშიც შესული არიან ამაზე ლაპარაკისთვის სივრცე არ მოიძებნა სკოლაში ხო არა რომელ და იმაზე ხო იმაზეა ლაპარაკი და სწორედაც ეს სკოლა უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის რომ აი ხას უსმეო არ ნიშნავს აუცილებლად ინდოქტრინაციასა და სოლის დისკუსიიდან ამოაგდო ეს ყველაფერი და ვაიმე არ გამეთი რას ვაჩვევთ რომ ნომენკლატურას ვაჩვევთ ხო ბავშვებს რომ ანუ არსებობს რაღაცა ტაბუ დადებული თემები რომელზეც ჩემს მასწავლებელსაც კი არ შეუძლია ლაპარაკი აი ამ დასკვნას რო ბავშვი გააკეთებს ახლა მომავალში სამსახურშიც კოლეგებს რომ გამოუძევებენ ისიც იქნება თავჩაქინდრული ახლა დღევანდელ რეორგანიზაციებთან რო ანალოგია გავაკეთოთ ხო რაც არის ისიც იქნება რომ არსებობს რაღაც ტაბუ დადებული თემები რომლებზეც ვერ ილაპარაკებ აი ამ დასკვნას გააკეთებს ის მოსწავლე და სწორედაც იმ რიგებს შეავსებს რაც ის ასე რომ მე ძალიან მომხრევარ ახლა მესმის რასაც ვამბობ შეიძლება მან ჩემ წინააღმდეგ გააღიზია ნუ ვინმე იმიტომ რომ ამას აკეთებს სხვა აზრიც მსმენია მაგრამ რეალურად სკოლა რასაც მუშაობ არ უნდა ემალებოდეს რეალობას და მათ შორის არც პოლიტიკურ დისკურსს იმიტომ რომ ვამბობთ აი ვერც ერთ მასწავლებელს ვერ ვნახავ დენა მამულის არწმუნება და ეს სახელმწიფო და წმინდა სიტყვები რო არ იყოს მისთვის ხო რასაც ვამბობ და აი როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე ილაპარაკო აწმყოს გარეშე ხო ანუ მოწყვეტილად მუზეუმის ექსპონატის ფორმატში თუ მართლა პატრიოტიზმი გამოძრავებს და არა რა ვიცი მოკეთ ეგ ეს მოყოთ ბრალს არავის სწავლობ კარგად მესმის რომ ეს ასე არ არის მიღებული ჩვენთან ბოლო აი ეს თუ კი ცხოველი ინტერესი არსებობს ისტორიული პროცესის მიმართ რომელიმე პროცესის მიმართ თუ მე-10 საუკუნეში თუ დღეს ხო და დღევანდელი ხო ყველაზე ხელშესახებია, ყველაზე აქტუალურია თუ ყველაფერს თავი დავანებოთ და როგორ შეიძლება ეს არ გამოიყენოს ისტორიის სწავლებისთვის? არა მარტო ისტორიის სკოლა, ანუ შეიძლება დაკვეთილზეც არ იყოს გამოყენებული. და ეჭიდავე ბავშვებს, რომ აი მე-11 საუკუნის საქართველოს რაღაც პოლიტიკური მიმდინარეობები და ეს დაპირისპირებები და ასე შემდეგ, ხო იქ უნდა შეხვიდე მართლა იმ ტყავში თუ მართლა გინდა რომ აი იწოდე ხო და როდესაც ჩვენ დღეს შესული ვართ აი ამ პროცესებში მართლა მონაწილეები ვართ ხო სინამდვილეში და ამას რაღაცნაირად ესე ვკეტავთ ხო მადლობა საინტერესოა ეს აზრი უბრალოდ იმდენ რაღაცნაირად სიტყვებშიც ახსენეთ და მოვედით ამ პოლიტიკამდე უკვე მართლა ამ სამინისტროს დონეზე პოლიტიკამდე და რომ დაუბრუნდეთ იგივე შენს სტატუსსაც რომელშიც აღწერს სიტუაციას განათლების სამინისტროში და სხვა შორის ჩემთვის მართალი რომ გითხრა მე იდეოლოგიურადაც მოგეხსენება არ მაქვს დიდი წარმოდგენა ინსტიტუციებზე მთავრობის რაღაცა პოლიტიკებზე და ზრუნვებზე და ასე შემდეგ მაგრამ ვისაც ამის იმედი აქვს ჯერ კიდევ რომ აი რაღაცა მთავრობას რომ ვუხსენებთ იგივე სახელმწიფოს რომ ვუხსენებთ და რაღაც ეს პატიოსნების პროფესიონალიზმის უმციკლოების და ასეთ სიტყვები წამოუტივდება ხოლმე მათთვის რაღაცნაირად ცივი წყლის გადავლებას იყო რაღაც შეაშინებდათ კიდეც თან შენ ხარ ადამიანი რომ თქვათ ვერავინ ვერ დაგაბრალებს ახლა რაღაც რა ვთქვა ან ახსენე კიდეც შურისძიების გამო რაღაც ის თქმას ან და ასე შემდეგ ხო რაღაც პოლიტიკური ანგარიშწორების და სხვა და გარკვეული ფასი აქვს იმ შენს ნაწერს პირდაპირ რომ გამოვიყენო ეს სიტყვა თუ ასეთ შთაბეჭდილება იქმნება კიდევ მეორე ჩემთვის ვაი უფრო საქმეში ჩაუხედავი ან შორიდან მაცქერლის
თვალით, რომ თითქოს რაღაც გახრწნილია თითქოს ეს სისტემა. და როგორ ფიქრობ, ეს ზოგადად სისტემის, როგორც აი ასეთი მონოლითური სისტემის, რომელსაც პრეტენზია აქვს ყველას და ყოველთვის განათლებაზე და ასე შემდეგ, აი ეს თვითონ დამახასიათებელი ხომ არ არის სისტემის. თუ შენ მაინც ფიქრობ, რომ ეს არის ან სამთავრობო პოლიტიკის, ან კონკრეტული პიროვნებების ბრალი და შეიძლება რომ აი ასეთი მონოლითურობა თუ კი სურვილი იქნება პოლიტიკური ნება იქნება და კარგი ადამიანები იქნებიან სადღაც ადგილებზე, საჭირო ადგილებზე, რომ ეს გამოსწორდეს. ანუ ასე რომ განვიხილოთ ეს ამჭრილი სიტუაცია. ძალიან საინტერესოა ასე საკითხის დაყენება. ნახეთ, მესმის რასაც ამბობ, შენი პოლიტიკური ფილოსოფიაც ვიცი. პრინციპში აი ჩვენ დღევანდელი და მესმის ერთგვარი სკეპსისი ინსტიტუციების მიმართ, მით უმეტეს რომ ჩვენს კულტურაში დავაზუსტებ ინსტიტუციის სახელმწიფო ინსტიტუციების მონოლითური, რომელსაც აქვს ყველაფერზე პრეტენზია, რომ არც ერთი ბავშვი ჩემ გარეშე ამას გულისხმობ თორემ ახლა მაგ ხო რა თქვა ხო ანუ ნახეთ ხო ეგ ცოტა სხვა საკითხია აი სად იწყება ავტონომია სად გრძელდება შემოქმედებითი თავისუფლება ეგ თვითონ სამინისტროს ინსტიტუციების აი მონოლითური სიტყვა შეიძლება არ იყოს ყველაზე ზუსტი მდგენელი ამ შემთხვევაში ეს სკეპსისი გასაგებია რა თქმა უნდა რაც არსებობს მით უმეტეს რომ ნახეთ ჩვენ კულტურაში თუ შევხედავთ აი საქართველოს რეალობას ინსტიტუციები კარგი ტიპები არ არიან ანუ ასე არ უყურებს საზოგადოება ფართოდ ინსტიტუციას ის უფრო სახელმწიფო საჯაროს დამსახურებს ასე ვთქვათ ხო ანუ იქ ან აი ბიუროკრატია ცუდი გაგებით არის ხომ ეს სიტყვა გაგებული რაღაცის შეფერხებასთან მეორე ხარისხულზე აქცენტთან გადატანასთან და აი ან კიდევ საერთოდაც მოკეთ აქ არ ხედა აი პატრიოტიზმის იდეას ნაკლებად აკავშირებენ ამასთან არადა რეალურად ინსტიტუციებს აქვს ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის და აი მე თუ მკითხავ რაც ახლა საჯარო სტრუქტურებში ხდება მაგალითად ამას შეიძლება ყველაზე მეტი დიდი მნიშვნელობაც კი ქონდეს ქვეყანაში რა პროცესებიც ხდება იმის ფონზე. ნახეთ, აი გეტყვით რასაც გულისხმობ. ხო, გითხარი რა ხდება უფრო მეტი შინაარსი. ნუ ერთი წინადადებით რო ვთქვათ რა ხდება ხო რომ ხდება არასასურველი კეთილსაიმედო ადამიანების ჩამოშორება ერთი მხრივ დეპარტამენტების მოცილება რომელიც ვთქვათ განათლების სამინისტროში შინაარსობრივი დეპარტამენტებია ეგეთი ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლამდელი სამმართველო იყო ხო ინკლუზიური სამმართველო იყო ხო რომელიც ყველაზე მეტად ეს დეპარტამენტულ და პიროვნულ დონეზე ხდება ხო ერთი შეხედვით ესეთი რაღაცა და ნუ ამითი სარგებლობს იქ აპარატული შტაბები, რომლებიც ამას იყენებს უფრო თავისი ადმინისტრაციული პროცესის ადმინისტრირების გასაძლიერებლად, ასე ვთქვათ, და სხვა პრიორიტეტებზე რეფორმის გადასაყვანად. ანუ თითქოს რთული და ესეთი პროცესია, რაც გამოდის საითკენ, რომ ჯამში მართველი პარტიის დანამატად იქცევა საჯარო სტრუქტურა, რომელიც უნდა იყოს სინამდვილეში საზოგადოების წარმომადგენლობითი ორგანო, ხო? ანუ ეს არის რაც ტენდენცია ხდება და ეხლა რატო არის ეს რეალურად ძალიან ცუდი. აი რომ ნუ კი აი ვინმე იტყვის რომ კაი ხო ეგეთი ტელევიზიებსაც აკონტროლებს ვიღაცა შეიძლება და რატოა ცუდი თუ ეს საჯარო სამსახურები იქნება თავიდან ბოლომდე პარტიული დანამატი. ან ვინმე მეტყვის რომ როდის ყოფილა სხვანაირად ხო და სინამდვილეში არც ისე მარტივად არის საქმე, იმიტომ რომ სხვანაირადაც ყოფილა ზოგჯერ, იმიტომ რომ სანამ არსებობს იქ სამმართველოები და დეპარტამენტები რაღაც კონკრეტული პროფილის ვთქვათ ინკლუზიური განათლება იქნება თუ სასწავლო გემოსასწავლო ეს იმას ნიშნავს რომ სწორად როგორ უნდა ხდებოდეს პროცესი ამისთვის ცოტა ალტერნატიული აზრი არსებობს რაღაცნაირად და განათლების პოლიტიკა ამ შემთხვევაში მართლა რაღაც პრაქტიკებთან ასოცირდება და უფრო დემოკრატიულად ფართოდ იშლება ხო და ნუ გარდა ამისა ნახეთ მან არის ერთი მომენტი რომ აი მე აი გავიხსენოთ ვთქვათ ვინ აი მაქს ვებერი მაგალითად ხო რომელიც ბიუროკრატიას გადამწყვეტ როლს ანიჭებდა
და სახელმწიფო იმაში რომ ერის სახელმწიფო შემდგარი იყო და არ ყოფილიყო რაღაც პატრიმონია, სადაც დინასტიის ინტერესები ტარდება, ხო? ისიც რომ გავიხსენოთ, დაუშვათ, ნაციონალიზმი ჩვენს რეალობაში კარგი სიტყვაა. მეც გაგაც გაგებით ჩემთვის ნაციონალისტად მივიშნებ. და თანამედროვე ნაციონალიზმი საიდან დაიბადა, ხო? რომ ბენედიქტ ანდერსონი რო გავიხსენოთ მაგალითად, ვინც ერთ-ერთი კლასიკოსია ამ კუთხით, რომ დაუშვათ სიტყვაზე ყველა ანდერსონი ასე აყენებს საკითხს, რომ ესპანეთში, სადაც ესპანეთის კოლონიები იყო, იქ იყო საჯარო იყო მოხელეები, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობიდან იყვნენ წამოსული და მათ იქ გუბერნატორებისგან, რომლებიც ესპანეთიდან მოდიოდნენ, უფრო პატრიოტული ხედვა ჰქონდათ იმ ხარის და ქვეყნის განვითარებაზე და მოკლედ მანამდე ბიუროკრატიაც არსებობდა და ერიც არსებობდა, მაგრამ რაღაცნაირად ერისა და მმართველი სტრუქტურების გაერთიანება ამ ბიუროკრატიამ შექმნა ნაციონალიზმი იმ გაგებით, რომ უკვე გაჩნდა, რომ როგორ გამოიხატება ეს საქმეში და რაღაცნაირად 19 საუკუნის ნაციონალიზმის დაბადებაში ამას თავის დიდი როლი ჰქონდა და მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ თუ დაუშვათ მე-19 ჩვენ თუ არ იქნა ასე დაყენებული საკითხი, რომ მიყვარს ჩემი სამშობლო და ვზრუნავ ჩემს სამშობლოზე, ზრუნვის ეფექტები უფრო ძლიერი უნდა იყოს ნათელი, რას ნიშნავს ქვეყანაზე ზრუნვა, სამშობლოზე ზრუნვა და ეს შეიძლება ალბათ როგორც საზოგადოებრივი, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების გავლით მოხერხდეს. თუ გამოხდათ სახელი, თუ ბასებუხდა, რომ იქ ხდება ყველაფერი ის, რაც მე მინდა მთავრობის გადასახედიდან, ხო? ანუ ამ შემთხვევაში სახელმწიფო აკონტროლებს საჯარო სტრუქტურებს, ქვეყანაც მისია, მოკლედ მარტივად რო ვთქვათ და ამ ნაწილში დათმობა, მე მგონი არ არის სწორი და მე ძალიან გულიმწყდება, რომ პოლიტიკური პარტიები იქნება ეს თუ საზოგადო მოღვაწეები, მაგ აქცენტს ნაკლებად აკეთებენ ხოლმე, ხო, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს დევნა თუ რა ვიცი, რაღაცა ვერ იყოს წარმატებული და ვერ მოხდეს რაღაცა მართლა მონოლითიზაცია ამ პროცესების და განათლების პოლიტიკის რიტორიკად დატოვება და პრაქტიკისგან განსხვავება. ნახე, მესვის, ანუ შენ წარმოგიდგენია ეს სახელმწიფო სტრუქტურები, ამ შემთხვევაში კონკრეტულად განათლების სამინისტროს რაღაც დეპარტამენტები და სამმართველოები და სტრუქტურები, იმ პირობებში თუ აქ კარგი ადამიანები იქნებიან, ჩვენი განვითარების ერთ-ერთ ხერხემლად. ხო, კარგი არა, თანმიმდევრული. თანმიმდევრული. ხო, რაღაც ახლა ის ნეიტრალურ სიტყვას ვამბობ. ჩავამატოთ კიდე რამე ხერხემალი შეიძლება იყოს. რომ და უნდა შემოვიტანო მე ის სიტყვა ვახსენო კიდე მონოლითურში რას გულისხმობ, იცი? უფრო ტოტალური ქვია ამას, ხო? როდესაც განათლების სამინისტროს სტრუქტურას ექვემდებარება აბსოლუტურად ყველა და მის გარეშე მე მაგალითად ჩემს ბავშვს ვერ აღვზრდი. ამაში ტოტალურობაში ხო შეიძლება ეს სიტყვა გამოვიდოს. კი, შეიძლება ეს გამოვიდოს, მაგრამ ეგ არ არის აუცილებლად ამას არ გულისხმობს. მესმის სამინისტროს დეპარტამენტები შეიძლება ავტოსკოლების ავტონომიის გაძლიერების პოლიტიკას და რა არის ჩვენი განათლების პოლიტიკა, სულ სამი სიტყვაა, ხო? ერთი ეს არის თანაბარი ხელმისაწვდომობა, მეორე ხარისხიანი განათლება და დემოკრატიული მმართველობა სკოლაში. ამას ემსახურება. ხო და მაგაში მაინტერესებს მაგაზე ჩვენი აზრი რა თქმა უნდა და უნდა გკითხო, ეგ კარგი ბიუროკრატიის მიერ დაყენებული რაღაც გარემოს თუ სკოლის მოკლედ მიღმა მე კონკრეტულ მოქალაქეს უნდა მქონდეს თუ არა უფლება რომ დამოუკიდებლად ვიღო გადაწყვეტილება თქვენთან აღზარდო ბავშვი თუ ისე როგორც მე გადავწყვეტ. ანუ სკოლის მიღმა საერთოდ ხო, ეგ ცოტა რთული საკითხია. თქვენი მოგონილი და შექმნილი სკოლის მიღმა. ეს იმას ამ შეკითხვას რო ვსვამ ხოლმე ზოგიერთ წარმოუდგენია რომ თითქოს ახლა მე ჩავკეტავ ამ ბავშვს სახლში და რაღაცებს ანუ ეგ ცოტა რთული საკითხია მაგაზე მე და ჩემი მეგობრების არა მესმის სკოლაში თუ რაღაც სოციუმში და ასე შემდეგ ეს უფლება მე უნდა მქონდეს თუ არა ახლა ფილოსოფიაზე თუ გადავალთ ნახე რას გულისხმობ შეიძლება არის წმინდა სიტყვა რა ამ შემთხვევაში რომ საყოველთაო განათლების ხელმისაწვდომობა ხო ანუ ყველა მოსწავლეს უნდა ქონდეს ამის შესაძლებლობა
შესაძლებლობა. მხოლოდ თქვენ ხელში უნდა იყოს, ანუ სამინისტროს ბიუროკრატიის ხელშია, მხოლოდ ასე მიიღწევა ეგ საყოველთაოდაო. ამას ვეუბნები. არ გეუბნები მაგას. ანუ რეალურად თუ შევხედავთ განათლების რეფორმის დეკლარირებულ დინამიკას, ხო, ეხლა იმას არ გულისხმობთ რაღაც ფარული კონტროლის მექანიზმები, რო საჭირო დროს ამოქმედება ხოლმე. ანუ რეალურად არის რომ ეს მონოლითი არ უნდა იყოს, ხო, იმ კერძო სკოლას უნდა ქონდეს თავისი შესაძლებლობა როგორც გააკეთოს. იქ საჯარო სკოლების მიმართაც ეს მის არის რომ აი ამ ქუდის ქვეშ ეროვნული სასწავლო გეგმა აღარ არის დიდი ხანია საკითხების ჩამონათვალი ჩარჩოა, ხო? ყველას შეეძლოს თავისი სკოლის ორიგინალური კურიკულუმის გამართვა. შეიძლება ამ რიტორიკის გავრცობა, რომ აი საინიციატივო ჯგუფს თუ რავი ჰომსკულინგის ფორმატს თუ რამდენად შეიძლება ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. ნუ ბევრი მაგრამ ხოლო ვითარცა შეიძლება იყოს აქ, მაგრამ მთლიანობაში ამ დონეზე შეიძლება გაიზარდოს ეს რაღაცა, ხო? დაარსებობდეს თავისუფლება, მაგრამ შეიძლება იყოს დეკლარირებული რაღაცა პრინციპები და მიზნები, მაგრამ აი თვითონ საგნების შერჩევაშიც და იმაშიც იყოს ეს მსჯელობის საგანი ეხლა რო ვიტყვა რომ ამაზე მაძლევ უფლებას. ნუ მე რას გაწლებაში მაგრამ ნაკუთხით მსჯელობა ნამდვილად თუ გეშინია რომ მე თუ ამის უფლებას მოვიპოვებ მე სხვებიც ისეთი მე კონკრეტულად ჩემზე გელაპარაკები რომ სხვებიც მოინდომებენ და მოიპოვებენ ისე ასეთივე უფლებას რომელიც დააზარალებს ბავშვებს თუ ასე ფიქრობ და ამიტომ პრეცედენტი ასე ხა სკოლას არ უნდა შევხედოთ მაგრამ სკოლას უნდა შევხედოთ როგორც ერთ-ერთ ინსტიტუტს მოსწავლის პიროვნული განვითარების, მაგრამ მან არის მთელი რიგი დილემები. ერთ-ერთ ალტერნატივას შეიძლება, მაგრამ აი ეს სხვა ალტერნატივები, ვითარებაში როცა ეს სხვა ალტერნატივები რეალიზებული და კარგად აღწერილიც არავის უნახავს, ანუ ამ შემთხვევაში ცოტა რთულია ამაზე ლაპარაკი, თორე აი ზოგადად იმის თქვა მითხრა, რომ რაც თქვი ახლა მე ინსტიტუციებზე, ანუ ამ შემთხვევაში ეს არის სწორედაც ბერკეტი ხელისუფლების კონტროლის, დემოკრატიის პრინციპების რეალიზების და საზოგადოების სახელმწიფოს საზოგადოების სამსახურში ყოფნის. ეს სულაც არ გულისხმობს over controls, ხო, გადაჭარბებულ კონტროლს, რაც პარალელურად შეიძლება იყოს დემოკრატია და ავტონომიური განკუთხით. ერთი რამე მინდა კიდევ თქვა ამ თვითონ სამინისტროს ყოფილი სამსახურის შესახებ. მე ჩემთვის კიდევ ვიმეორებ თუ ფილოსოფიურად თუ პრაქტიკული გამოცდილებიდან ვიცნობ და ვიცი და მაქვს გარკვეული მოლოდინები სხვათა ამ კონკრეტული სტრუქტურის შესახებ და მართლა რომ გითხრა ახლა მოლოდინი ნიშნავს იმას რომ არ მიგვერს რაღაცები ახლა თუნდაც აი მაგალითად მე შემიძლია გავიხსენო 2 წლის წინანდელი პროცესები თუ როგორ მოხდა განათლების სისტემაში აი რაღაც ბიუროკრატიის ერთ-ერთი მართლა ხერხემალი დავარქვათ სკოლის დირექტორების ეგრეთ წოდებული არჩევნები, ხო? როდესაც იგივე თქვენი სტრუქტურის მათ შორის სამმართველოს უფროსები, დეპარტამენტის უფროსები ყველა შეიძლება ეს სახელით გვარებით იყვნენ ჩართული ამ რაღაც არ ვიცი გაყალბება ვთქვა თუ რა ფარსში სინამდვილეში ხო ახლა მე შეფასება კი არ მინდა ახლა წამოვიდეს ჩემი უბრალოდ ფაქტი რომ ვთქვათ რომ თბილისის აბსოლუტურად ყველა სკოლაში ფაქტობრივად გამონაკლისის გარეშე იმ კანონით მინიჭებული უფლება რომ სკოლები ირჩევენ დირექტორს სამეურვეო საბჭოები ფაქტობრივად თითო კანდიდატი იყო წარდგენილი ყველა სკოლაში თბილისში არ ვამბობ სხვაგან სადაც კონკურენციაც არის ეს პროცესიც რომ ჩატარდეს მართლა არჩევნები იქნება ხო რაც სინამდვილეში აი ასე მოახერხა რომ ამ 2-3 წლის წინ ამ სტრუქტურამ აი ასეთი რამე გააკეთა რაც ცხადია მე მიჩენს უკვე იმის მოლოდინს რომ აი შეუძლებელია აი ეს შედეგი ახლა როდესაც ერთ-ერთი კვალიფიციური და თქვათ ასე წრფელი პროფესიონალი აღმოჩნდება სისტემის მიღმა, როცა შვენიერ დღეს როგორ თქვით და თან არც თუ მთლად მოსაწონი, თუნდაც მეთოდებით, აი შეიძლება უწესობაში ან უწესოები რაღაცა წესებით ვიქცეოდეთ, ხო? რაღაცა ჩვენ შეთქმულები, ხო, რაღაცა ვიცით რომ უწესოები ვართ, ძარცვალები ვართ, მაგრამ ჩვენი რაღაცა წესები გვაქვს და რაღაც სიტუაცია იქნება ხოლმე, რომ ამ უწესოთა
უწესობა შევხვდებით ხოლმე და გადავეყრებით ხოლმე. თანდათან ბოლოსკენ წავიდეთ და აი ესეთი რამე მინდა გკითხო. აი რომ წარმოიდგინო შენ როგორც პროფესიონალი ადამიანი, რომელიც როგორც თავის დასაწყისში აღნიშნე, ეძებ გარკვეულ რაღაცა გზებს, როგორ შეიძლება უფრო ეფექტიანად, ასე ვთქვათ, იგივე შენი იდეები თუ რაღაც შემოქმედებითობა წარმოაჩინო. როდის უფრო ასეთი მარტივი და ან პირდაპირ ვთქვათ სასიამოვნო და ნაყოფიერი იქნებოდა შენი საქმიანობა, როდესაც არის დღევანდელი ცენტრალიზებული ტოტალური წესრიგი განათლების სისტემაში, სფეროში, თუ მართლაც რომ იყოს აი თავისუფალი შემოქმედებითი პედაგოგები, მეცნიერები და ასე შემდეგ, სივრცე, სადაც აი შენ თავისუფლად შენს იდეებს თუ რაღაცა კონცეფციებს პედაგოგიკაში განახორციელებდი, შესთავაზებდი, ასე ვთქვათ, ადამიანებს, მომხმარებლებს, პირდაპირ ვთქვათ, რამდენად მოგინდებოდა, ვთქვათ, უფრო მეტი თავისუფლება რომ იყოს თუნდაც საგანმანათლებლო სივრცეში. Ну, მან ასე ადვილად ვერ ვიტყვით კეთყვი რატომ, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ რო შევხედოთ ჩვენს განათლების სისტემას იმ თვალით, აი რაღაც კონტექსტების გამოტოვებით, ხო? ანუ განათლების რეფორმის ვექტორი სწორედ ეს თავისუფლებაზე ორიენტირება არ გამოდის, აი ეს შეგვიძლია წავიკითხოთ ეს ჯერდი, თანასწორი განათლება, ხელმისაწვდომობა განათლების, დემოკრატიული სკოლა, ეს პრინციპების დონეზე საკანონმდებლო დოკუმენტებშია განათლების პოლიტიკის ბერკეტებად განაცხადებული. გვაქვს ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ საგნობრივ სწავლობას ინარჩუნებს საჯარო სკოლებისთვის, კერძო სასამართლო ვალდებულებს, ისიც არის ძალიან ისეთი ლიბერალური იმ გაგებით, რომ დიდ შემოქმედებით სივრცეს უწევდობებს სკოლებს. ეს კი არა და თავარი მოწოდება და რეფორმის ვექტორია, რომ ყველა სკოლამ თავისი საჭიროებები და შესაძლებლობები იკვლიოს. ეს დააკმარა, რას ვამბობ, ეს არის რისკენაც მიდის რეფორმა. ანუ ეხლა ისე ხო არ გამო აი გარედეკლარირებული ნაწილი რაც არის, რომ რეფორმის რიტორიკა არის ესეთი და ყველა იმაში აქიდან აქეთკენ, აქეთ მიმავალი გზა არის. რეალურად რაც ართულებს საქმეს არის, რომ ამის პარალელურად და ამის გვერდზე ეს ყველაფერი ანგარიშვალდებულებასთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან ასე არ რეალიზდება, ხო? ანუ ეს ხდება დეკლარირებული ნაწილი და ანუ რეალურ პრაქტიკაში აი გაურკვეველი კრიტერიუმებით ჩატარებული კონკურსები, საიდანაც იზოლირებულია ის ხალხი, ვინც იმუშავა დირექტორის სტანდარტზე, თუნდაც მაგალითად მე მუშაობდი დირექტორის სტანდარტზე, მაგრამ და პირადად ვიცნობდი ახალი სკოლის მოდელის გამო 600 დირექტორს. ერთ ადამიანს აზრი არ უკითხავს არაფერზე და პირიქით შუაგზაში გავიგერო ტარდებოდა და მაგაზეც ბევრი უსიამოვნება იყო მაშინ, ხო, რომ ესეთი რაღაცები ხდებოდა მონაწილეობის მიღწევით დატოვებული, ხო? ანუ ესეთი რაღაცები რომ უცებ გამოვარდა გაურკვეველი კრიტერიუმები, სტანდარტი ესეთია და კონკურსი ასეთია. იქ რაღაცა პროცესი ხდება, იქ ვიღაცას ამბობენ რომ რაღაცა ის მიუვიდა, არა და სრული ავტონომია არის გამოცხადებული. აი ეს საფუჭებს საქმეს, რომ ანუ ამ შემთხვევაში დეკლარირებული რეალურ პრაქტიკებთან მოდის წინააღმდეგობაში. რა თქმა უნდა, მე უფრო თავისუფლად ვიგრძნობდი თავს, რა პრინციპებიც არის დეკლარირებული და ის პრინციპებზე დაფუძნებული პროცესი რომ ყოფილიყო და რეალურად ჩემი პრეტენზიაც განათლების სისტემის მიმართ სწორედ ეს არის, რომ რაღაც ბნელი მატერია თუ სხვა მატერია ფიზიკოსების ენაზე რომ ვთქვათ, სიმძიმის ცენტრს არ გადაიტანდეს და ანგარიშვალდებულების ცენტრს სულ სხვა რაღაცეებზე და თუკი რაც განათლების პოლიტიკის მიმართულებით და ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, ის ყველაფერი მართლა იმ პრინციპებით და იმ აქცენტებით გაკეთდება, ჯერ ერთი რომ შემოქმედებითი ადამიანებიც უფრო კარგად იგრძნობენ თავს სისტემაში და მეორე კი მართლაც განათლების სისტემა იქნება საზოგადოების სამსახურში, საზოგადოების ნაწილი და არა ერთ-ერთი ბერკეტი, რა ვიცი, იმათას იმანკიერების, რასაც ასე დროს ახსენებენ ხოლმე უკვე მართველი პარტიების სასარგებლოდ.
კი ბატონო, მოდი აქ მაქვს ხოლმე ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მე იმგაგებით რომ ანუ დეკლარირე ეტაპაში მოხარშვა იქაც პროცესები მიდის ანუ ნახეთ ასეთისმო გასაგებია რომ სისტემის გარეთ მყოფი ადამიანებისთვის ხშირად ყველა ერთია და ყველაფერი ერთია და ეს უკვე გადალახულია ამას აზრი არ აქვს მაგრამ ასე თუ ვიფიქრეთ მაშინ არც რეორგანიზაციები იქნება საჭირო და არც ზედმეტი ძალისხმევები ხო ანუ ეს მოდი კომპრომისზე წავიდეთ ახლა და შენ მაინც რჩები რაღაცნაირად ამ ცენტრალური რაღაც ინსტრუმენტის გაკეთილშობილებისკენ რათა ბევრ ბავშვს მიაწვდინო ის სიკეთეები და ის იდეები რომელიც გინდა ვთქვათ ხო გინდა გითხრა მაგის გაუკეთესოების საუკეთესო გზა რა იქნება როდესაც ვიღაც ადამიანებს აი მაგალითად მე კიდე ვიღაც ჩემს თანამოაზრეებს ან განსხვავებულებს ჩემგან მიანიჭებთ იმის უფლებას რომ მოდი ამ ადამიანებმა თავიანთი შვილების განათლებას თვითონ მიხედონ და შემდეგ ჩვენ მე ჩემი თანამოაზრეები ვიფიქრებთ რა გავუკეთოთ ჩვენ შვილებს მოდი ნიკო მოვიწვიოთ თუ ნიკოს ვაფიქროთ როგორ ასწავლოს ისტორია ან ისტორია ვასწავლოთ საერთოდ ამ შეკითხვასაც კი დავსვამთ ჩვენ და როდესაც რაღაცა ასეთი თემები გაჩნდება რაღაც საზოგადოებები ქვეყანაში თქვენ მერე ის თქვენი ასე თქვა ჯადოსნური ჯოხი ჩვენ არ ვართ ყოფილი ხო გინდა რომ იყოს ისე ხო გინდა მერე აი დავარქვათ ეს ბიუროკრატიული ინსტრუმენტი ასე თქვა მთავრობის ხელშიც ძალაუნებურად იძულებული იქნება რომ მართლა კონკურენცია გაუწიოს რაღაც თემებს და მართლა ასწავლოს ადამიანებს მართლა საგანმანათლებლო ლიდერები შეარჩიოს თავის სკოლებში ნაცვლად ესმით ადმინისტრაციული ლიდერები ხო იმიტომ რომ ხო ეს გამოჩნდება გაჩნდება უკვე რაღაცნაირად ეს ლიბრი ჩამოგვეცლება ყველას თვალებიდან რომ მართლა სად ხდება სწავლა ან რა სწავლა ხდება საერთოდ და ასე შემთხვევაში უფრო კარგადაც გამოვა მე მგონი საყოველთაო განათლების მიღების ალტერნატიული ფორმების პრინციპულად მოწინააღმდეგე მე არ ვარ არც ყოფილი ვარ არასდროს უბრალოდ ეხლა შენც ხვდები რა თქმა უნდა რომ ასე მარტივი არ არის თვითონ მაგ იდეას მეტი დახვეწა ჭირდება და მეტი დავხვეწოთ ბატონო შევარჩიოთ თუგნებავს შევარჩიოთ რაღაცა კრიტერიუმები რომის დაკმაყოფილების შემთხვევაში ადამიანს უფლება აქვს დაანებოს თავი ამ მთავრობას და მიხედოს თავისი შვილების განათლება. ან რა ვიცი, დავხვეწოთ როგორც გინდა. რა ვიცი, მე მგონი მომავლის საქმე. ხო, მოკეთ, ეგ საკმაოდ საინტერესო მიმართულებაა ფიქრის, ანუ აი სკოლაზე ხო იწერება ამდენი რომ შეიქმნა მე-19 საუკუნეში, მე-20-დან მოვდივართ მასწავლებლები, 21 სკოლა 21-ისთვის ჭირდება ცოდნა ბავშვებს, ხო? ანუ ეს სისტემა რო ბოლომდე არ პასუხობს თანამედროვე სამყაროს არსს, ახლა ამაზე ფართო შეთანხმება არსებობს ექსპერტთა წრეში. ეს ბუნებრივი აყენებს ალტერნატიული საყოველთაო განათლების შესაძლებლობების იდეას, თუმცა ამას ჭირდება მეტი ანგარიში და მეტი რაც ეს საკმაოდ კარგი გაგებით ექსპერიმენტული და საინტერესო სივრცეა, თუმცა დღევანდელ პირობებში სულ სხვა თემებია, უფრო აქტუალური სამწუხაროდ და აქტუალური თუ რამეა არის ის, რომ იგივე განათლების სამინისტრო და იგივე საჯარო სკოლები ვის სამსახურში იქნება საზოგადოების უშუალო გაგრძელება და მისი ინტერესების გამომხატველი თუ იქნება ვთქვათ ერთ-ერთი ბერკეტი მასობრივად საზოგადოების მობილიზების და გათიშვის პოლიტიკური სოციალური პროცესებიდან. ხო, რაღაცნაირად ჩვენ ხშირად ვართ ხოლმე იმ პროცესში, როდესაც რაღაცა სხვა არის ხოლმე ყოველთვის აქტუალური არ ილევა ეს უფრო აქტუალური რაღაცები, როცა ვერ ვიცლით ძალიან ჩემი აზრით მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად ხო. ნიკო, დიდი მადლობა, მოკლედ მინდა დიდი წარმატება გისურვო ყველა მიმართულებით, აი თუ მინდა მე შენ აი სამთავრობო მიმართულებიდაც და მინისტრობამდეც ასე შემდეგაც კი გისურვებ წარმატებას, მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისთვის. მეგობრებო, ეს იყო გადაცემა ნიკო სილაკაძის სკოლაზე, დაელოდეთ შემდეგ სკოლას.